გაერთე უსასრულოდ. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05. მოვლენების რეალური შეფასება, გლობალური პოლიტიკის გამოწვევები. რადიო ჯორჯიან ტაიმსის ეთერში რეალური პოლიტიკა. მალხას გულაშვილთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ჩვენო Facebook მოყურებელებო. ეთერშია გადაცემა რეალური პოლიტიკა. თქვენ უსმენთ რადიოს ჯორჯიან ტაიმს 92.3 FM-ზე და ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ ჩვენ Facebook-ზე რადიო ჯორჯიან ტაიმს ესე მოგძებნოთ ინგლისურად შემდგომ რადიო ჯეტე. დღეს ჩემი სტუმრები არიან ჩემი კოლეგა და მეგობარი გიორგი მამაცაშვილი და ასევე ვასილ ტაბიძე, რომელიც საკმაოდ ცნობილი ბლოგერია და საკმაოდ აქტიური ბლოგერია. მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ ამ პანდემიის დროს მოხვედით. მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით მსმენელებს და მაყურებლებს. ჩვენ მსმენელებს მოუწოდებ და Facebook მაყურებლებს რომ იაქტიურონ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, როგორ უმკლავდება ხელისუფლება პანდემიას, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, რა სურათი იხატება სოციალურ ქსელებში, თანხმედრაშია თუ არა საზოგადოებას და პოლიტიკოსებს მოთხოვნები ერთმანეთთან. დააზარალა თუ არა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, გამოიღებს თუ არა ფასილიტატორების ძალისხმევა შედეგს და შევა თუ არა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში და კიდევ მრავალ საინტერესო თემებზე. შეგიძლიათ დარეკოთ, ჩვენი ტელეფონია 291-0101, შეგიძლიათ ამ ნომერზე დარეკოთ და ასევე Facebook-ში ჩვენ გვერდზე პირდაპირ მოგწეროთ კომენტარი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავახმაურებთ. გიორგი, შენგან დავიწყოთ. შენი აზრით აი ბოლო დროინდელი ამერიკის ელჩისადმი და გერმანიის ელჩისადმი ესეთი ძაფრი კრიტიკა რითი არის განპირობებული თუ ჩავთვლით რომ ოპოზიცია და მისი ასე ვთქვათ კლასტერი იბრალებს რომ ისინი არიან ზუსტად პროდასავლური ძალა და რამ განაპირობა რომ პროდასავლური ძალები გააფთრებულად ეკვეთნენ ამერიკის ელჩს კენი დეგნანს რომელიც ჩემის აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ელჩია რაც კი ყოფილა საქართველოში ელჩი ამერიკის და გერმანიის ელჩს გნირს რომელიც ასევე საუკეთესო ელჩია ერთ-ერთი. მოდი დავიწყოთ იმით მალხას რომ ნუ ჩავთვლით რომ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, სწორედაც რომ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია არის პროდასავლური კურსის მატარებელი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ წინა ეგრეთ წოდებული 9 წლიანი ზეობის პერიოდში სააკაშვილის რეჟიმის არ გადასცემდნენ სტრატეგიულ ობიექტებს იმ ქვეყანას, რომლის მიერაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20-ზე მეტი პროცენტი ოკუპირებულია და პირდაპირ გარიგებაში არ შევიდოდნენ ოკუპანტ ქვეყანასთან. ნუ ჩავთვლით რომ ესენი არიან პროდასავლელები. პროდასავლურობა არ ნიშნავს ზოგადად მხოლოდ სიტყვების რახარხს. ის ქმედება, რასაც ბოლო წლები განსაკუთრებით თავიდანაც აშკარად ეტყობოდათ, მაგრამ ეხლა ბოლო პერიოდი განსაკუთრებით უკვე თვალნათელია ყველასთვის, რომ ეს არ არის პროდასავლურობა, ეს არის პირდაპირი მითითება, პირდაპირი დავალება სააკაშვილის და თემურ ალასანიასი და ვის წიაღში იწრთვებოდა ან ერთი ან მეორე ყველასთვის ცხადზე უცხადესია, პირდაპირი დავალება სიტუაციის აყირავების, ეგრეთ წოდებული გადატრიალების და ამის სცენარში პირდაპირ ჯდება შეტევა იმ დემოკრატიულ ფასეულობებზე, იმ ღირებულებებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც მეტნაკლებად უწყობენ ხელს ამ ფასეულობების განმტკიცებას ქვეყანაში და ესენი არიან ევროკავშირის ელჩიც, ამერიკის ელჩიც, ის რასაც ჩვენ ვუყურებთ, თუნდაც შევეშოთ სხვა ოპოზიციას იმ პარტიული ტელევიზიის მხრიდან, რასაც ნიკა გვარამია ხელმძღვანელობს და რომელსაც ნიკა გვარამია ხელმძღვანელობს და რასაც ნიკა გვარამია უშუალოდ პირადად აკეთებს, თუნდაც და აჟღერებს კელი დეგნანის და ევროკავშირის ელჩის მისამართით, ეს რომელ პროდასავლურობაზე ვსაუბრობთ. ეს არის პირდაპირი დავალება თემურ ალასანიასი, პირდაპირი მითითება არის მიხეილ სააკაშვილის და პირდაპირ ჯდება რუსულ სცენარში. ვასილ რა სიტყვი? მართალია, აი მეც ანალოგიურ აზრზე ვარ, იმიტომ რომ თან მარტო სააკაშვილის დავალება კი არ არის, მაგათი მოთხოვნილება უბრალოდ რომ აქ ქვეყანა ატრიალდეს. აი უნდათ და ყველაფერს ცდილობენ ამდენი წელია უკვე 8 წელია არ გაჩერებულან მოყოლებული 2012-დან როგორც კი გამოაცხადეს რომ უნდა შეცვლილიყო მთავრობა და ხელისუფლება იმ წუთიდან უკვე ფიქრობენ ისე უკან დაბრუნებაზე, როგორ დაბრუნდნენ და ისიან რომ არჩევნები ჩანსი არ აქვს არანაირი დაბრუნების და ამიტომ ცდილობენ ყოველთვის არეულობის დესტაბილიზაციის შემოტანას, ქაოსი, რამენაირად რომ ატრიალონ და აყირავონ ეს ქვეყანა და ეს ელჩების მოქმედება
არანაირად არ ჯდება მაგათ სცენარში. უნდათ რომ ჩაესვათ რაღაცნაირად რომ დასავლეთ და ესა გაყალბების ესე მითიური გაყალბება დაედასტურებინათ ელჩებს, მაგრამ არ გამოუვიდათ და რახან არ გამოუვიდათ, ეხლა დაიწყეს პირდაპირ მათზე დარტყმები და ამ დროს ძალიან ობიექტურად დღესაც გერმანიის ელჩის ინტერვიუ რო იყო იმედზე გუშინ ძალიან კარგად ათქო რომ არაფერი არ ხარ თუ არ მოგწონთო ეს თქვენი შედეგებიო ეს შედეგებიო იმას კი არნიშნავს რომ მართლა თქვენ მოიგეთო არა უნდა შეეგუოთ და ჩვეულებრივად უნდა მიიღო და შეხვიდეთ პარლამენტში ეს არის პირდაპირ მათი გზავნილი და ეს არის ევროპული დემოკრატია ახლა არჩევნებში ადამიანი რასაც მიიღებს თუ ვერ ასაბუთებს რომ მას გაუყალბეს და მე რასაც ხედავ ახლა ოპოზიცია არ ცდილობს რომ დაასაბუთოს რომ გაუყალბეს იმიტომ რომ ხელისუფლებამ რამოდენიმეჯერ შესთავაზა სხვადასხვა გზებით. უთხრა ეს გავაკეთოთ, ესე დავითვალოთ, ეს გავაკეთოთ, ესე დავითვალოთ. მან უნდა დაგდოს ბრალი და მე შენ უნდა ამტკისო ხარ თუ არა აქ. ეს ხო ახლა ესეთი კბილი უკვე მოიცვალა ქართულად. ან მოდი სხვანაირად დავსვათ მალთა შეკითხვა. სად არის ოპოზიცია? ოპოზიცია არის კი ოპოზიცია თავის იმ არსი კი შინაგანი. ჩემი აზრით ოპოზიცია არის პატრიოტთა ალიანსი, რომელიც არ ღებულობს დესტრუქციულ ქმედებებში მონაწილეობას, მაგრამ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ანუ ჯანსაღი ოპოზიცია რასაც. კი, გეთანხმები. მიუხედავად იმისა, რომ მას დააბრალეს 1000 რაღაცა, რომ ის იყო შეკრული ხელისუფლებასთან, აღმოჩნდა, რომ არ არის შეკრული, ხო? ეს ხო ფაქტია. ეს გეთანხმები. მეორე, მე მეგონა, რომ ოპოზიციად ჩამოყალიბდებოდა ლელო. მაგრამ ლელომ სასტიკი შეცდომა დაუშვა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, კლასტერთან მივიდა. აბსოლუტურად ყველა მიგივე გაისვარა. ასევე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, რომელსაც საკმაოდ კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ თავისი, ასე ვთქვათ, ამდენი ხნის ნაბრძოლი და ნავაგლახარი წყალში ჩაყარა. ჩემის აზრით, ალბათ გუბაზე ახალ ვლაპარაკობთ. ჩვენ ის ელისაშვილმა ხო ეხა მიუხედავად იმისა, ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ კავკასიის ეთერის შემდეგ სხვანაირია. ამ ადამიანის მიმართ რაღაცა აი ესე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის მოსაზრება გამიჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნუ ეხლა რა თქმა უნდა ის თავის თამაშს თამაშობს, ბუნებრივია ეხლა ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ჩემი აზრით თუ გაინტერესებს ის ყველაზე ესე ვთქვათ გეგმაზომიერად საუბრობს და ხსნის ლოგიკურად, რომ არ შეიძლება ელჩებთან ესეთი ლაპარაკი. მაგრამ თუ ეხლა ნიკა გვარამიას ასე ვთქვათ კლასტერს მივადევნებ თვალყურს, ისინი ყველა ძალიან აგრესიულად არიან განწყობილი, როგორც კი ელი დეგნანის მიმართ, ისე სხვა ელჩების მიმართ, მათ შორის ევროკავშირის ელჩის და სხვადასხვა ელჩების მიმართ. უბრალოდ ჩემი აზრით ცოტა გაუგებარია, იმიტომ რომ ადრე ჩვენ რომ მსგავსი განცხადება გაგვეკეთებინა, გახსოვს გიორგი, როცა ჩვენ ამ ბრძოლაში ვიყავით სააკაშვილის რეჟიმთან, ამერიკის ელჩზე რომ მსგავსი განცხადება გაგვეკეთებინა, ნუ პირდაპირ გამოგვაკრავდნენ, რომ აი კგბ-ს აგენტები, კგბ-ს დავალებით მოქმედებენ, ამერიკის ელჩს როგორ უბედავენ მსგავს. ეხლა რატოა შესაძლებელი ეს? აი ამას ვერ ვგებულობ უბრალოდ. მე პირადად მიმაჩნია ჯონ ბასზე გავაკეთეთ განცხადება, ოპოზიციურ სპექტრში გაკეთეთ განცხადება, რომელმაც სისხლიანი მწვანე შუქია უნდა სისხლიანი დარბევას. ის მაშინ იყო თუ იყო ყველაზე მეტად რუსეთის გავლენის აგენტები და ჟურნალისტებსაც კი. მაშინ იცავდნენ. და ეს ორმაგი სტანდარტი ეხლა ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, არავინ არ ჭამს უკვე ამას და მე მიმაჩნია პირადად რომ ამერიკის ელჩი საკმაოდ ჯანსაღი ადამიანია და ერთადერთი შეიძლება ითქვას საუკეთესო დიპლომატია დღეს საქართველოში და ალბათ ქართულმა საზოგადოებამაც მის მიმართ დამოკიდებულება უნდა გამოხატოს. მე მოუწოდებ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს რომ აი თავის პოზიციები დააფიქსიროს. დავამატებთ შეიძლება რა ძალიან მოხარული ვიქნები თუ ეს ელჩი ასევე გააგრძელებს ახალი ადმინისტრაციის პირობებში მუშაობას და არ იქნება გადახალისება თვითონ საელჩოსი და იმედია გაგრძელდება, იმიტომ რომ მართლაც გამოაჩინა, რომ არის ობიექტური, სრულიად ადეკვატური ჩვენი რეალობის, რაც შექმნილი გვაქვს და იმ განცხადებებს აკეთებს, რაც შეეფერება ზუსტად ჩვენ რეალობას რა. და იმედია ბაიდენის პირობებში, იმიტომ რომ მგონია რომ მაინც გაიტანს ბაიდენი, ახლა დღეს 14-ია, ხო? დღეს იქნება ეს შეკრება ხმოსნების და ისინი ალბათ გაიტანს. აი ლალი მაროშკინა გვწერს დიპლომატებზე შეტევა არის ფსკერი. ამაზე ქვემოთ უკვე ვერც ოპოზიცია და ვერც ვერავინ ვერ წავა. იმიტომ რომ დიპლომატმა შეიძლება თქვას, რომ უბრალოდ ესე არის, მაგრამ დიპლომატზე შეტევა რას ნიშნავს, რომ ანუ სარკეს რო შეაფურთხო, რატო
მაჩვენებ ესეთ მახინჯს. დაახლოებით ესეთი შედარება შეიძლება გავაკეთოთ. როგორ ფიქრობთ, მეგობრებო, როგორ უმკლავდება ხელისუფლება პანდემიას? გავითვალისწინოთ ის, რომ პირველი ეტაპი პანდემიის ხელისუფლებამ ფაქტიურად ბრწყინვალედ ჩაატარა. მეორე ეტაპი არჩევნების გამო, თუმცა მე თუ მკითხავთ არჩევნები უნდა გადადებულიყო ჩემი აზრით, ჩემი ღმერთწმენით ამ პანდემიის პერიოდში. და სრული ლოკდაუნი უნდა გამოცხადებულიყო. როგორც კი შეიქმნა იმ წუთში, გეტყვი. კაფეში რომ ძალიან მკაცრი პოლიტიკა უნდა გატარებულიყო, კი ბატონო. პლასტერი მაშინვე. მიუხედავად ამისა, ამ არჩევნებმა და საარჩევნო კამპანიამ საკმაოდ მძლავრად გაშალა და იმ აქციებმა და სხვადასხვა კიდე ქმედებებმა, რომ ხალხს უკვე აღარ ესმოდა, რომ ეს ეპიდემია მოგონილი იყო თუ რეალური ვერ გაეგო და იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა ისაუბრა რომ ეს არ არსებობს და ზოგმა მოწოდება გააკეთა ზოგმა ფაქტია რომ ჩვენთან საკმაოდ მაღალ დონეზეაცია ფაქტიურად სოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი გვიკავია როგორც ადრე გვეკავა წამყვანი ადგილი რომ ყველაზე ნაკლები იყო ჩვენთან ახლა ყველაზე მეტი გამოვიდა თუმცა დღევანდელი შედეგი მაიმედებს 1300-მდე ჩამოვიწია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ როგორ ფიქრობთ ვასილ მოდი შენ დავიწყოთ როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება ამ პანდემიას მოდი არ ვიქნები ხა ორიგინალი და ვიტყვი რომ არც ძალიან კარგად და არც ცუდად რა სადღაც საშუალო დონეზე როგორც ჩვენს რეალობას და ჩვენს აი მოცემულობას შეესაბამება ისე გაუმკლავდნენ იმიტომ რომ თავიდან როცა იყო რესურსი დაკეტეს მაგრამ მე უკვე დააკვირდნენ სიტუაციას რაც რეალობა არის უნდა გახსნილიყო ხა ეს აჭარაც უნდა გახსნილიყო იმ დროს რომ ცოტა ამოძრავებულიყო ხალხი ცოტა ფინანსური მიწურული იყო იმ ტურისტული სეზონიზე შეიძლებოდა იმ პერიოდში ჩაკეტვა თუნდაც ლოკალურად აჭარა ჩაეკეტათ მაგრამ აი მაგ დროს უკვე გაექცათ ხელიდან რა და უკვე ჩათრევა ჩაყოლა ამჯობინეს რა ბოლოს და მოდი ბარემ უკვე საარჩევნო ისიც იწყებაო პროცესები ამიტომ აღარ შეუშალეს ხელი არც მაგას რომ აღარ ყოფილიყო სალაპარაკო თუ სალაპარაკო რომ ისემ იმათ კი ხვდები რა დღეშიც არიან აგერ ხო აღარ ერიდებიან არაფერს უკვე ყველანაირი მუხრუჭიდან აიწყვიტეს და მიადგნენ რომ ბოლო მართლა ხელშეუხებელი რაც იყო მაგათთვის და ამიტომ აღარ შეუზღუდეს ესა და აი მიუშვეს მაგიტო ბოლომდე რა და რაც მივიღეთ ახლა მე მგონი მაინც საშუალო სიმძლავრის დარტყმა არის ჩვენი დონის იმიტომ შეიძლება 10000-მდე ასულიყო ხა როგორც ექსპერტები და ეს წერენ შეიძლება ასულიყო და იმ დროს და ზუსტად მეორე ტურის ჩატარდა და ეგრევე მოხდა ჩაკეტვა და მე მგონი მაინც ნორმალურად გადავიტანეთ ეს ყველაფერი მე ვიტყვი ეს რომ თუ არ შევთვლით ქვეყნის სოციალურად ცოტა შედარებით მძიმე მდგომარეობას, იმიტომ რომ ახალი წელი მოდის არჩევნების შემდგომი ეტაპი უფრო ყველაფერი ჩაკეტილია და ხალხზე მოქმედებს ეს განსაკუთრებით რეგიონებში, მაგრამ ჩასაკეტი იყო რა, რეალურად რო ვთქვათ, რომას ჩაკეტილი იყო მეურვებით მძიმე შედეგს. ეხლა თექვსმენში რო აპირებენ გაღებას. ეს იქნება ძალიან კი ბატონო 24-ში. ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა. ეტაპობრივად უნდა გახსნან მე თუ მკითხავ. ეს ბაშად არ უნდა გახსნან და თუმცა შეიძლებოდა ერთგან გაიჟღერა ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა აღარ მახსოვს გვარი რომ ორი კვირით მაინც უნდა ჩაეკეტათ სრული ლოკდაუნი უნდა გაეკეთებინა და ეტაპობრივად ნელ-ნელა გაეხსნათ უკვე მე რაღაცეები და შეიძლება ამაშიც იყოს ლოგიკა რა. იმიტომ რომ ეხლა სრული ლოკდაუნია, სრული ჩაკეტვა არ არის, წერტილოვანი ჩაკეტვა ქვია, მაგრამ მაინც პრაქტიკულად სრულად არის ჩაკეტილი, ხო? ყველაფერი. და ესეც ერთგვარად უარყოფითად ხალხის ნერვებზეც მოქმედებს. ამ რევოლუციის სცენარების გაგრძელება, ესეც ხო ყველაფერი. თუ ჩაიკეტა და ხალხი ფსიქოლოგიურად მოქმედებს რა. თქვენ წეგან ვასილომ და შენც თქვით რომ ოპოზიციის მიზანი არის რომ არეულობა იყოს. ოპოზიცია სწორედ ამით სარგებლობს. ზუსტად ეს არის ლოკდაუნის რო არ იყო და რო ასე თქვა დაიწია ზემოთ ავანტყოფობის მაჩვენებელმა ეპიდემიამ ეს ერთგვარი მეთოდია რომ როგორმე ქვეყანა დაინგრეს და რაღაც ქაოსში აღმოჩნდეს რომ ჯანდაცვის სისტემამ ვეღარ გაკაჩოს მომსახურება იმ რაოდენობის ავანტყოფების. ამიტომ როგორც მაშინ ვიყავი მე იმ პოზიციის რომ არჩევნები უნდა გადადებულიყო აუცილებლად და უნდა ჩატარებულიყო პანდემიის შემდეგ და ამას ყველა გაგებით შეხვდებოდა. თუნდაც გაზაფხულზე გადავაგორებდით ამ ზიმე სეზონს, ზიმე სამხატს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება მაინც გარისკადა ჩაატარა და მიიღო ის რაც მიიღო. თუმცა ოპოზიცია ძალიან უპასუხისმგებლად მოიქცა იმ თვალსაზრისით რომ აქცია მოდი შევთანხმდეთ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე აღარ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ოპოზიციას პასუხისმგებლობა რო კონდეს თუნდაც
იგივე ელჩების მიმართ მსგავსი ტიპის განცხადებებს არ გააკეთებდნენ. სხვათა შორის აი ირაკლი კობახიძეს განცხადებას წავიკითხავ. ოპოზიცია ადრე თავს გჭირდა რაიონული მასშტაბით, ახლა გჭირს უკვე მსოფლიოს მასშტაბით. როდესაც ასეთი ოპოზიცია ყავს ქვეყანას, ეს არის უმძიმესი. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების სოფიში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკების მაგიდაზე პოლიტპატიმრების საკითხის შემოტანა სამარცხვინოა. ვეთანხმები პოლიტპატიმარი რომელია. სხვათა შორის ბაჩო ახალაია რატო არ აყავთ შეყვანილი ამ სიაში? ეს თავდასხმა ამერიკის საელჩოს წარმომადგენელზე გვარამიას არხის მხრიდან, როდესაც გიორგი რურასთვის მას უწოდებია თურმე შეიარაღებული ბანდის მეთაური და ამათაც მეტი ხო არ უნდათ ეგრევე აიღეს სამიზნეთ უკვე ამოიღეს სამიზნეთ ამერიკის საელჩოს. სხვათა შორის ძალიან საინტერესო პოზიციას აფიქსირებს ბონდო მძინარეშვილი. მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია ეს ქალბატონი როგორც ვიცი. ბონდომ ძალიან ესეთი რაღაცა რომ რატომ არის ისტერიკაში ნიკა გვარამია. და ბონდომ ახსნა ეს რითი, რომ ის დიდი ხანია ითხოვს კელი დეგნანთან შეხვედრას, რის შედეგადაც კელი დეგნანი მას არ ხვდება. და არ შეხვდება, იმიტომ რომ ნიკა გვარამია საკმაოდ ესეთი შეურაცხყოფელ განცხადებებს აკეთებს ქვეყნის პრეზიდენტის. თვითონ თქო ეს გვარამია თვითონ გამოაცხადა ერთ-ერთი წელია ვითხოვ შეხვედრას და არ მკვდება. და აი მიზეზიც გაირკვა, რომ პრეზიდენტის მიმართ აქ ძალიან ასე ვთქვათ ერთგვარი გზავნილი ხო არის ესა, რომ აი არა ვარ რა ამერიკული განცხადება. თქვენი მეგობარი ვარ, მაგრამ იმათ მეგობარი მეგობარი არა. განცხადება, რაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ გააკეთა გვარამია. ასცეთის ნეობის ნორმაშია საჭდება. საერთოდ რატო ქვია ამ ადამიანს ჟურნალისტი? აი მე ძალიან ეს ჩვენი პრობლემა. ეს არის პროკურორი, ყურადღებას ვაქცევთ ჯალათი. ეს არის ჩვენი პრობლემა მალხას. მედია, ასე ვთქვათ, და მოდი მაშინ მედია ჯალათი, მედია ტერორისტი, მოდი მაშინ, რომელსაც ხელში აქვს ჩაგდებული არხი და ამ არხიდან სიბინძურებს აქვს. მოდი უფრო მეც გეტყვი ამ მაშინ. ხელისუფლებას არ ყოფნის იმის რატო ძალა ქვია რომ პოლიტიკოსი? ამ ადამიანს ეხლა ერთი ტელევიზია ამ ხელავალი 7 და მილიონი მეორე საქმე ხოა, კაცო, მე რომ აზრი. მქონდეს ეხლა 15 ლარი რომ მქონდეს ვალი ალბათ ციხეს გამახეხინებენ უკანონოდ დამიჭირეს საერთოდ არაფერი არ დამიშავებია საერთოდ და დამიჭირეს მეც და ჩემი შვილი და მთელი ოჯახი დაპრესეს და ვერ გავიგე ეხლა ამ ადამიანს რატო ბოდიში და აბლატავებენ ესე აი მას ვერ გებულობ. ჩვენი ბრალია. საზოგადოების ბრალია და ჩვენი ბრალია ისიც რომ აი ახლა მაგალითად ქობულეთელი ვინმე ასლანი ხო დააპატიმრეს. კი ბატონო. რომელმაც პოლიციის ღია ეთეჩი მუქარა და შეურაცხყოფელი სადისტური მოთხოვნები გააჟღერა, ხო? რატომ არ არის თუნდაც პასუხისგებაში მიცემული მოქმედებაში მოიყვანა, ხო? გრიგოლ ვაშაძემ, როდესაც პრაქტიკულად თავზე დაახია ყველაფერი ხელი გაარტყა პოლიციელს. რატო არ არის დასჯილი? გეკითხები. უნდა იყოს თუ არა დასჯილი? აუცილებლად უნდა იყოს დასჯილი. და პოლიტიკოსი რატომ აი წარმოიდგინეთ ადამიანს სააკაშვილის დროს ვინმეს პოლიციელს გავსი გავსი რაღაცა რომ გაებედა. რა დღეს რომ ჩავდებოდა. შეგეხედა მაშინ იყო. ძვლებში დალეწავდნენ პირდაპირ იქვე ხო, ადგილზე. ბოკერიას მუქარა ერთ-ერთ პატრულის თანამშრომლის მიმართ, დაგიჭერო და მე ვიცი მე რაც იყო კიდე სიტყვას თქვით არ მახსოვს, მაგრამ მიდგომა ჩვენი ბრალია საზოგადოების. მეგობრებო, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? გიორგი. ყველაზე მთავარი გამოწვევა რა, ნაძიზლები უნდა ჩასხდნენ ციხეში. ეს არის ყველაზე მთავარი გამოწვევა საზოგადოება ეს მამოიცნოს. ფაქტორის ოცნებას მე რო ციხეში ვიყავი, მაგიტომ მივეცი ხმა ორთაჭალის ზონაში, რომ ეგ გაეკეთებინონ ნაძილები ჩაეყარა ციხეში. და ეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც დესტრუქციის გარდა საქართველოს ისტორიაში არაფერი არ გაუკეთებია, რეალურად პოზიტივი. ამის გამო მე მგონია, რომ ისინი უნდა გაუქმებულიყვნენ, რაც პატრიოტთა ალიანსმა შემოიტანა შემდეგ ეს რეზოლუცია, მაგრამ არ დაუჭირეს ხარი. იქნება ეხლა მაინც ეყოთ ეს ვაშკაცობა და ეს ნაბიჯი გადადგან. ეს არის მე თუ მკითხავ მთავარი გამოწვევა ამ საზოგადოებისთვის სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა 2012 წლიდან დღემდე ისევ არის ბოლომდე მისაყვანი ჩვენს ქვეყანაში. იმიტომ რომ თუ არ იქნება აღდგენილი სამართლიანობა, გამოწვევები კიდევ და კიდევ უფრო მეტი იქნება, მაგრამ მსგავსი ხასიათის, მსგავსი ფორმატის და მასშტაბის არა. იმიტომ რომ სამართლიანობის აღდგენა არის ყველაზე უმთავრესი რისთვისაც საზოგადოება დღეს იბრძვის. და მით უმეტეს დღევანდელობის ფონზე, როდესაც ყველა დამნაშავე გამოსულია და აქეთ გვიკითხავენ მორალს. და რატო ღმერთი არ გაიცინებს 26 მაისის მთავარი შემოქმედები პოზირებენ და სელფებს იღებენ ერთ-ერთ სატელევიზიო ток-შოუში 26 მაისის მთავარ დარბეულ ძალასთან. მე ბატონო. რატო ღმერთი არ გაიცინებს რომ პოზირებენ და სელფებს იღებენ და იცინიან. და მე რა დავაშავე 26 მაისს, როდესაც ჩემი პროფესიული მოვალეობის გამო ვიყავი დასჯილი
თან სამაგალითოდ დასჯილი და რო არა იდაკლი გედენიძე შეიძლება ცოცხალიც არ ყოფილიყავი, ამას ღიად ვამბობ უკვე არაერთ გზის მithქვამს. და ეს ხალხი დღეს გამოდის და კიდევ მე მიკითხავს მორალს, კიდევ ჩვენ გვიკითხავს მორალს და კიდევ ამუნათებენ საზოგადოებას, არიქაო, დიქტატურა არისო და გამოდის ეს მასხარა ნათელაშვილი და დიქტატურამ გაიმყარა ფესვები. რომელი დიქტატურაზე სად იყო შალვა ნათელაშვილი 2007 წლის დეკემბერში მე მკითხოს სად იმალებოდა და რა შეხვედრებში ვეხმარებოდი მე. დავხუროთ თემა თვითონ ძალიან კარგად იცის და ცოტა ნამუს დამალული იყო, სადაც იყო და მე პირადად ვეხმარებოდი რაღაცეებში და რაღაცა შეხვედრების ორგანიზებას უწყობდი, რომ ამერიკამდე ჩაიხწია და ამერიკაში ეთქვა თავის სათქმელი. თქვა მე. კი, წავიდა და თქვა მე, როცა უკვე დაუნდიქტეიტე. ეს ცხვილია უბრალოდ რა, მონომუსოების. ერთი წუთი დაგჭა კი არა, დასრულდა გადაცემა. ეხლა რეკლამაზე გავიდეთ ვასილ და შენ მე რა თქმა უნდა გააგრძელე ეს ყველაფერი. რეკლამა ძალიან მალე გაივლის, არ გადართოთ ძვირფასო რადიო მსმენელებო და ჩვენ Facebook მაყურებლებო. დაგიბრუნდებით მალე. დღეს მივიდა რა. ეთერშია რეალური პოლიტიკა. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. დაგირგინდა დიაგნოზი პროსტატიტი. გთავაზობთ გერმანული კომპანია დოქტორ გუსტავ კლაინის მიერ წარმოებულ წამალს, რომელიც აპრობირებულია შვარცვალდის ლაბორატორიაში. პროსტამედის მიღება მოგიხსნით ღამით ხშირ და გაძნელებულ შარდვას, მოშარდვის დაუძლებელ სურვილს და პროსტატიტის გამოწვეულ სხვა სიმპტომებს. პროსტამედი. მოიკითხეთ ყველა აფთიაქში და დაამარცხეთ პროსტატიტი. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. სოფლიო გადასულია კომპიუტერულ და ციფრულ ტექნოლოგიებზე. დღეს აღარაფერი კეთდება ინტერნეტისა და კომპიუტერის გარეშე. დღეს ყველაზე ხშირად გვჭირდება IT მხარდაჭერის სპეციალისტის დახმარება. დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად პროფესიას. მიიღე კვალიფიციური ცოდნა პროფესიულ დონეზე. გახდი IT სპეციალისტი. იპოვე მაღალანაზღაურებადი სამსახური. შემოგვიერთი სტეპერების დიდ ოჯახში. IT აკადემია სტეპ. სოფლიო ბრენდი. კავკასიის ავტოიმპორტი. ყველაზე მსხვილი ამერიკული ავტოაუქციონის კოპარტის ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიისა და უკრაინის ბაზრებზე. 16 წლის მანძილზე 200,000-ზე მეტი შესყიდული ავტომობილი და კმაყოფილი მომხმარებელი. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ შეარჩიოთ და ჩამოიყვანოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი. დისტანციურად შეამოწმოთ ავტომობილი. მიიღოთ გამოცდილი ექსპერტების დასკვნები, გარანტია ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და გრძელვადიანი დაფინანსება. ეს ყველაფერი იმის გარანტია, რომ თქვენი ავტომობილი საბაზროზე 60%-მდე ნაკლები დაჯდება. კავკასიის ავტოიმპორტი, თქვენი კომფორტის გარანტი. ედემის სახლი. უკვე საქართველოში 11 წლიანი გამოცდილება ხის სახლების მშენებლობაში. 1000-ზე მეტი დასრულებული პროექტი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და თქვენს მოთხოვნებზე მორგებული პრემიუმ კლასის კომპლექტაციით. ედემის სახლი. სახლი, რომლითაც იამაყებთ. 591-91-80-80. გალფში საწვავის ჩაცმა უკვე მომგებიანია. დეკემბრის თვეში ჩაასხი გალფ კლუბის ბარათით მინიმუმ 50 ლარის GeForce-ის ნებისმიერი ტიპის საწვავი და დასაჩუქრდი გალფისგან სხვადასხვა პრიზებით. თქვენ მიიღებთ ელექტრონულ ვაუჩერს, რომელსაც ჩვენს ნებისმიერ მაღაზიაში გადაცვლით საჩუქარში. გალფი, ჩაასხი და მოიგე. სპეციალური სასაჩუქრე ნაკლები ლიცენზირებული ტაქსის წყლებისთვის. გაიარე ტექინსპექტირება გრინვეიში ან ეწვიე სოკარის სერვის ცენტრებს. თბილისში და მიიღე საჩუქრად ქარდბოქსი. ექსკლუზიური ფასდაკლებები საწვავზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, ძრავის სეთებსა და ავტომობილის რეცხვაზე. დაგვიკავშირდით. ფიფკი 0001. არნახული ჯეკპოტი ქართული გემბლინგის ისტორიაში. კრისტალბეტზე იჯიკის ჯეკპოტმა 8,800,000 ლარს გადააჭარბა. დაიჭირე იღბლიანი სპინი და აიწყე ცხოვრება ერთ წამში. კრისტალბეტი, უდამ ნომერი პირველი. გაწუხებ შარდის ბუშტის ანთება, ცისტიტი და გღალატ ხშირმა შარდვამ და წამლების მუდმივმა შერჩევამ. გამოსავალი არსებობს. სოლიდაგორენი, გერმანული კომპანია კლაინის უნიკალური ფორმულა. დაივიწყეთ ხშირი შარდვით გამოწვეული დისკომფორტი. სოლიდაგორენი მცენარეებზე დამზადებული გერმანული წამალი ცისტიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. სცადეთ და თავად დარწმუნდით. სოლიდაგორენი. ეფექტური მკურნალობისთვის არ გადაცვალოთ წამალი აფთიაქში ფარმაცევტის მიერ შემოთავაზებულ სხვა პრეპარატზე. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური
აქტუალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. Rogo.com-ზე სამაგიდო თამაშების უფასო ტურნირები განახლებული საპრიზო ფონდით გრძელდება. ითამაშე ნარდი, ბურა, დომინო, შეუერთდი 84 ტურნირს ყოველ დღე. მოხვდი 350,000 გამარჯვებულ შორის და მოიგე წილის 3 მილიონი ლარიდან. Rogo.com გაერთე უსასრულოდ. მოიგე 125,000 ლარი ყოველ მეორე დღეს. ითამაშე ნებისმიერი თამაში BetLive-ზე და მოიგე შეზღუდვების გარეშე. BetLive გაერთე შენს გემოზე. ძვირფასო ქალბატონებო, თუ თქვენ გადააბიჯეთ 40 წელს და გაწუხებთ კლიმაქსთან დაკავშირებული პრობლემები, სპეციალურად თქვენთვის 150 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანულმა კომპანია DHU შეიმუშავა მცენარეებზე დამზადებული წამალი კლიმაქტოპლანი. კლიმაქტოპლანი დაგეხმარებათ კლიმაქტერული სიმპტომების წინააღმდეგ ბრძოლაში, მის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში. კლიმაქტოპლანი დედოფლები არ ბერდებიან. ეფექტური მკურნალობისთვის არ გადაცვალოთ წამალი აფთიაქში ფარმაცევტის მიერ შემოთავაზებულ სხვა პრეპარატზე. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. ეთერშია რეალური პოლიტიკა. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და ჩვენო Facebook აყურებლებო, ეთერშია გადაცემა რეალური პოლიტიკა, მე მის წამყვანი გახლავარ მალხაზგულაშვილი და გიორგი მამაცაშვილი და ვასილ თაბიძეა, ჩემი სტუმარი დღეს. მე მინდა წავიკითხო ჩვენი ასე ვთქვათ აქტიური მსმენელის ნინო გულბათაშვილის კომენტარი. ამაზრზენი ოპოზიცია ქვეყანაში 10 წლეულის მანძილზე იყო შანსი აშენებულიყო ახალი პოლიტიკური პლატფორმა. არჩევნებზე მაღალი აქტივობაც ამის დემონსტრაცია იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ყველა დადგა იმ მხარეს, სადაც მიშას ყვიროდნენ. ფაქტია, ხალხს ქუჩა აღარ უნდა და კიდევ გუშინ გამომწვარი პარტიები, თითქოსიანი პარტიების განახლების და საზოგადოების სახელით ნუ ლაპარაკობენ. აბსოლუტური ლოგიკურია, რასაც ამბობს. საზოგადოების განწყობა არის პრაქტიკულად მსგავსი. კი ბატონო, რა თქმა უნდა. საზოგადოების განწყობაზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ძალიან ცნობილი ბლოგერი გვყავს აქ, ვასილ ტაბიძე, რომელიც ასე ძალიან აქტიურობს და საკმაოდ აქტიური მხარდამჭერებით წავს Facebook-ში და მინდა რომ ვასიკოს ასეთი კითხვა დაუსვა. რა სურათი იხატება სოციალურ ქსელებში? თანხმედრაშია თუ არა საზოგადოების და პოლიტიკოსების მოთხოვნები ერთმანეთთან? პოლიტიკოსებს კი აქვს თავის მოთხოვნები, რა თქმა უნდა, მაგრამ საზოგადოებას თავის წუხილები აქვს. ხო და რა წუხილები აქვს? აი ჩამოთვალე მაგალითად. ნუ აი პირველი 10 თემა ჩამოთვალე რა. ყველაზე აქტუალურია. სოციალურით დავიწყო, პოლიტიკურით, სოციალურითაც დავიწყო, ეხლა ეს სიძვირეები ყველაფერი რო ძვირდება, მაგრა აწუხებს ეს წამალი და ეს მაფია ზოგადად წამლის და ეს სამედიცინო სფეროში და ეს მაგრა აწუხებს ხალხს. ეს უსამართლობა და ეს ის მაგრა აწუხებს კიდე ორმაგი სტანდარტები რო არის, ზოგი მანქანებზე რო ხტუნაობს და ზოგი ისა და არაფერზე არ მოვდით მაგას და შენ რო ერთი ეს რაღაცა შემთხვევით გადაგიბრუნდეს ფეხი, ეგრევე რო აღმოჩნდები სადაც ისა არის თქვათ ბევრს რეალიზაციის პრობლემაც აქვს თქვათ განათლებას ვერ ღებულობენ ისე როგორც საჭიროა თქვათ რომ არ არის იმის საშუალებები ან ფასიანი არის ან ხელი არ მიუწვდება ან ინფორმაციის მიღებაც არის მარტო ცალმხრივი თქვათ ერთი ანუ ბევრი პრობლემები არის ისეთი ჩამოთვალე ეს საინტერესოა ჩვენი მსმენელისთვის მაყურებლისთვის საინტერესოა რასაც საუბრობ იმიტომ რომ სხვა თემებით არის გადატვირთული ძირითადად ყველა მედია საშუალება საუბრობს შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. სიმართლე გითხრა, მე სულ აღარ მაინტერესებს. ო, არა, ეგ უკვე წასული თემაა. ამიტომ ისაუბრე იმაზე, რაც ხალხს მართლა ანაღლებს და მომავალშია, მართლა როგორ უნდა ჩატარდეს, რანაირად უნდა მიიღოს კანონები, რა კანონები უნდა მიიღოს, შენთვის როგორ იქნება გინდა ეს აგრარული იქნება, სფერო იქნება, როგორ დაეხმარებიან თუ იქნება ჩვეულებრივი ხა დახმარება და ეს ბევრმა დაკარგა სამსახური. ხა ჩვენ სანათესაოში თემაში ძალიან ბევრი არის ისეთი, რომლებიც ამ კრიზისის თემის სამსახურები ისინი როგორ გააგრძელებენ, რანაირად აღუდგებათ იმათ ეს პრობლემები, როგორ მოუგვარდებათ, ეგეც აინტერესებს ხალხს კიდე აი ზოგადად მაინც არის ყველაფერი მიდის იქამდე რომ უნდა იყოს სოციალურად უნდა იყოს ხალხი გამართული წელში რა რომ იმან მე ნორმალურად გადაწყვეტილებაც მიიღოს არჩევნებში ნორმალური და თმიცეს ხმა იქა მივიდეს და შეგნებულად რომ ვის უჭერს მხარს და როგორ იმის მხრივ და არ იყოს იმას დამოკიდებული აი მე ხა მე ვიღაცა მომცემს რაღაცას და ამის გამო თქვა რა ნახეთ ხა კადრები თვითონ ნაციონალებმა რაც იმას აკნეს იქ გინდა ფული არიგეს და გინდა თავის კოორდინატორებს და იმას ზდიეს რომ корпус იარ უნდა იმათმა მოვკრიბონ ეს ხალხი და მიიყვანონ და მანქანებით და იმით ნატარები და ისა მესმის წლიდან წლამდე სოფლებში არ არის ხოლმე სოფლებში იციან ვინ არის აი გვარამიას რო დაძდევენ ხელისუფლება რო უთვალთვალებს მაგაზე რა აზრის ახლა მაგას ახლა მე ზოგადად ვიცი რომ საქმე არის მაგაზე აღზრდილი და 7 მილიონიანი საქმე არის რუსთავი ორის და არის დაჭერაზე მაგრამ აი სოციალურ ქსელში რა რეაქცია აქვს ხალხს
აუს გვარამია საერთოდ სულ ყველა არის მე რომელ გარემოშიც ამაკ ბაბლი არის ეხა ესეთი ახალი ტერმინია ჩვენ ბაბლში სადაც ვართ ხოლმე გვარამიას უტრიალებენ რავი თუ რამე ამოსატრიალებელი აქვს კიდევ ის უტრიალებენ დაწყებული ეხლა მაგალითად ეხლა ლელოსაც კარგად მიადგნენ უკვე ამ ბოლო დროს ხელისუფლებას ეხლა ჩემთან მაინც ვესადაც ვადევნებ თვალყურს უფრო კრიტიკული თვალსაჩინო აი რა როგორ აკრიტიკებენ ხელისუფლებას აი არ მოწონთ ეხლა მაგალითად მართლა ისეთი ხალხი რომ ყავთ ირგვლივ შემოკრებილი ბიზნეს ეხლა რა ბიზნეს საკადრო პოლიტიკა კი გვესმის არა როგორიც არის და რამდენი შეცდომა აქვს დაშვებული და როგორი არ გამოვიდა შეცდომებს უშვებს კი ბატონო მაგამაში და აი მაგ საკადრო პოლიტიკის და იმის ძალიან ბევრი პრობლემაზე არის გამახვილებული ყურადღება რა რომ აი იმას აკრა უნდა იმას ის და გიორგი ვერ გებულო დაუშვებთ თქვენ რატო უნდა იცავდეთ იმ ხელისუფლების პოზიციას და ის ხალხი ვინც აი სიაში ჩაეწერა რა ვიცი ვერ დათვლი იმდენი ხალხია ჩაწერილი იმ სიაში არც ერთ ხმას არ იღებს ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ქვეყნის შიგნით არსებულ უსამართლობის პრობლემებს ვაყენებთ წინაპლანზე და სამართლიანობის აღდგენისკენ მივისწრაფით მაგრამ ის ვინც ოცნებაშია და თავად არიცავს ოცნებას ეს მათი პრობლემაა ხო მაგრამ ისეთი ხალხი ხო აი ვიღაცა მოიბძოლი მე მგონი ვოლსკი დარჩა იქ ვინც სააკაშვილს თეატროლოგიანი და ციაწულუკიანია. დანარჩენი ხო ირაკლი ღარიბაშვილი და ასევე ირაკლი ქადაგიშვილი. კი, რამოდენიმე ადამიანი არის. თითებზე ჩამოსათვლელი. ეს ხალხი მაინც გააქტიურდეს და რაღაც სიტყვა თქვას. ხო, ეგ სერიოზული პერიოდულად ახსენდებათ ნაციონალების დასჯა და პერიოდულად მერე ასე ვთქვათ ავიწყდება. პერიოდულად ახსენდებათ არჩევნების პერიოდში მერე ისევ ავიწყდებათ და ეს ხო წარმოუდგენელია. ისევ კანონის უზენაესობისკენ მივდივართ მოხალხს. ეხლა ნაცების სიაში როცა ვხედავ 26 მაისის ისე 26 მაისზე ვარ დარბევის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედ ბადრი ბასიშვილს საზებს აუბრობთ ზონდერს ცნობილ ზონდერს ბასიშვილის ზონდერს ჯგუფები ეს არის საქვეყნოდ ცნობილი მითი არ არის ეს არის რეალობა და ამ ბადრი ბასიშვილს ვხედავ ნაციონალების გამსვლელ სიაში და ამაზე რეაგირება არავის არ აქვს, იმიტომ რომ ბადრი ბასიშვილზე არ არის საქმე აღძრული, ან არის და ჩვენ არ ვიცით. რატო როგორ ფიქრობ? იმიტომ რომ ჩვენი უნიათობის ბრალია. ჩვენი რა შუაში იმიტომ ეს ხაინდრავას ველაპარაკეთ კიდე. ხაინდრავას აი მე ვთხარი რატომ არის რომ სამართლიანობა არ აღდგა. ეს ჩვენი ბრალი. ჩვენი ბრალი როგორ არის ახლა? მე არჩევნებში ხმა მივეცი სიტყვაზე ქართულ ოცნებას ესა 2012 წელს 1 ოქტომბერს ხოლო შეკითხვები არ მაშინ მივეცი და კითხვა დავოვალე რომ აღედგინა სამართლიანობა რატო ვერ აღადგინა ხოლო შეკითხვები აღარ უნდა დავსვათ ჩვენ აბა რა ვქნათ ხსემოთ ეს ხალხი ვინც აცემია უნდა მოვითხოვოთ კანონის მედიის და ყველა იმ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით რომ დაისაჯონ პირველ რიგში ის შემოქმედები და ის ზონდერ ბრიგადები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში სალაპარაკო გახადეს დღეს 9 წელი და კი მივიღეთ აქ კუბა დავითაშვილის შედეგი თვალნათლივ ორი გულის. სამწუხაროდ კუბა ძალიან იმ 9 წლის შედეგი და ქართულ პოლიტიკას და ღირსეული ადამიანი იყო ძალიან მე ვიყავი. შედეგია დღემდე რომ ბევრ რაღაცას ვიმკით. და გიგაბოკერია რომ გამოდის და კიდე მოდალს მიკითხავს აქ საზოგადოების თვალში ნაცის შეყრისმეც ვარაფერს არ აკეთებს დღეს. სხვათა შორის აი ახლა ხანს ჩვენი ეთერი იყო ზუსტად ეკა სეხნიაშვილს ყავდა თამარ ჩორგოლეიშვილი და ლევან იოსელიანი და ფაქტიურად დაჭამეს ერთმანეთი. ოპოზიციაშიც საკმაოდ ისეთი მძაფრი დაპირისპირება დაიწყო. როგორ ჩორგოლეიშვილი რომ ვინმეზე ხმას ამოიღებს სისცხვილია დღეს. საერთოდ ხო, ნუ გიგაბოკერია რომ ვინმეზე ხმას ამოიღებს დღეს სისცხვილია. ხო, მაგრამ აღებინება რომ გამოვა და პირდაპირ ეთერში დედას აგინებს ხალხს სისცხვილია. მაგრამ ნიკა გვარამია რომ გამოვა და დავანებოთ იქ სალომე ზურაბიშვილზე რა თქვა და ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ დავანებოთ იქ ელჩებზე რა თქვა ზოგადად დამოკიდებულება ქართული მეღვინეებით დაწყებული რაც ლაპარაკია და ქმედება მისი სიტყვები მისი ეგ არის ჩვენი ბრალი გიორგი გასაგებია მაგრამ და ვინ არის მე ამაზე ძირითად ხელისუფლება ჩვენ იმიტომ მირჩევთ არჩევნებიდან არჩევნებზე ან ვიღაცას ვიც ჩვენ მოგწონს სიტყვაზე რომ იმ ხელისუფლებამ ეს სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს რატო ვერ აქცევენ სამართლებრივ ჩარჩოში შენ როგორ ფიქრობ მე ხელისუფლებას ვადანაშაულებ რომ ესეთი თავხედური პოზიციები გამოირჩევიან კი ბატონო დაიცა ამ მომენტში დაიცა უყურებ ახლა სხვათა შორის კობახიძეც თალაკვაძეც უკვე ისეთი იმით გამოდიან რა გონორით და ხისტები არიან რომ
აი მართლა ვატყობ რომ რაღაცა შეიცვალა რა, რაღაც შეიცვალა ან ევროამერიკელებმა მისცეს უკვე იქა რაღაც ნიშნები რომ მიდითო ბოლომდე იმას කියეთ ისე თხოვენ უკვე ერთი დღით ადრე კი გახსოვთ რომ გააკეთა განცხადება რომ აი ისაო შემოდითო მას დავილაპარაკებთ რაღაცა მეორე დღეს უკვე გადმოდა გინდა შემოდი გინდა არ შემოხვიდეთო რა ეს არის ყველაზე სწორი პოზიცია ერთ დღეში შეიცვალა უკვე ეს პოზიცია და იმას უკავშირებ მე აი გვარამია გამოვიდა იმ დღეს და ზუსტად მაშინ დაარტყა იმეილჩებს და მე მგონი ეგრე მივიდა სიგნალი იმათ რომ აბა всё ესენი უკვე აღარ არიან უკვე ჩვენ ამ ქვეყნისო და მიდით ბოლომდეო და იმედი მაქვს რომ ახლა ეს გაგრძელდება ესე და რაღაცა მე მაგას რომ გაგრძელდეს იმიტომ რომ კიდევ რომ ოცნება უკან დაიხიოს მე პირადად ეგ უკვე ამას აღარ მეწინება რა პოლიტიკურმა გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პარლამენტის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა ანუ 12 დეკემბრით თარიღდება ხელის მოწერა პარტიის თავმჯდომარე აწერს ბიძინა ივანიშვილი. ამაში ეჭვი არავის არ ეპარებოდა რომ ხლა გიორგი გახარია შეუცვლელი კანდიდატურა იქნებოდა როგორც პრემიერ-მინისტრის კანდიდატი მმართველი პარტიის. ხოთა შორის გიორგი გახარიას განცხადება მახსოვს მის დამტკიცებაზე თუ გახსოვთ. მე თქვენ გპირდებით ქუჩაში დაგტოვებთო. ნუ დატოვა კიდევაც ქუჩაში პრინციპში, ხო? ქუჩის ოპოზიცია ხართო და დაიქნები. რეალურად დატოვა ქუჩაში. ანუ შეუსრულა ფაქტიურად გიორგი გახარია ეს ყველაფერი. თან ისე კარგად შეუსრულა, რომ ვეღარ ანუ ვერანაირი ყური ვერ მოაბეს. უნდათ რომ საერთაშორისო არჩევნების საერთაშორისო საზოგადოებას დაეგმო ვერ მიაღწიეს, იმიტომ რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა რომ არჩევნები კანონიერი იყო და გაუკვირდათ კიდევაც რომ ამ პანდემიის დროს არჩევნები ჩატარდა რაღაც ელემენტარული დარღვევა. ხო, დარღვევები ახლა ყოველ ელემენტარული დარღვევები და არჩევნებში იქნება რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. სამთავრობოებიც მაგრამ მოიმდურეს უკვე ნაცემა რა. კი ბატონო. თან ეხა იმას მოიმდურებენ ეხლა ბევრს ბაია პატარაიას და მსგავსებს არასამთავრობოებს ნუ უწოდა ეგენის ისეთივე სექტა არის ეგენის ისეთივე სექტა როგორც ისვეც რო დაარტყეს ესეთი არ დაურტყიათ არასდროს მაგას რა. ეგეთი არ მოცოს რა და ისეთი ემას და გიგაური გამოვარდა დღეს და უკვე ზოგი CS:GO-მ რა თქმა უნდა რაც CS:GO-მ დაწერა ისე არის ყველაფერიო რა. ხო, ნუ ესეც გიგაური სერიოზული მუშაობა, ხო? გიგაურმა რაციონალურად ილაპარაკოს იმ ბაია პატარაიამ, იგივე ეგრეთ წოდებულმა სახალხო დამცველმა ლომჯარიამ. ეს მაინც არის სექტა. რა თქმა უნდა. ეს არის მაინც სექტა იმ ბნელი შავი ძალების, რომელსაც ქვია ნაციონალური მოძრაობა ევროპულ საქართველოშია, ესე და ვთქვათ მაშინ რა, გაერთიანებული კლასტერი. საქართველოს ის არის ეგ უფრო რა, ბოკერიას. ყველა ერთია რა. მე ერთი რაღაცა მე მახსოვს, როდესაც ნეხვის გროვა უწოდა თუ ჯართი უწოდა უგულავამ სააკაშვილს თუ პირიქით და დახოცეს ერთმანეთი, იქით შერგულეიშვილი ყრიდა დორბლებს სალკე და ახურებდა მიშას და ბოლოს გავიხედე და ერთად ადგენენ ისევ და ვაშაძეს ისენი უჭერდნენ მხარს სალკე და სალკე სადღაცას უცხოეთში შეხვდნენ ბადამიძე უგულავა და ის სააკაშვილი. მარაზმია რა. თქვენი აზრით დაზარალდა თუ არა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი ამ 2020 წლის არჩევნებით? ძალიან მოკლედ, თუმცა იმიტომ რომ 5-6 წუთი დაგვჭირდა რაღაცების დასწრება. მართლა იმიჯს არაფერი არ შეხები ახლა ამ ეტაპზე, ჩემი აზრით რა, მაინც იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდა, ყველა მაღიარა, ნორმალურად გაიარა ამ ეტაპა პანდემიის პირობებშიც კი 2 მილიონი კაცი მივიდა, ანუ ყველანაირი ციფრები, რასაც უყურებს ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები და ყველა უცხოელი ციფრები დაჯდა როგორც საჭირო არის და როგორც მართლა შეეფერება ევროპულ სტანდარტებს და ეხლა აქ ვინ როგორ ყვირის, რანაირად ყვირის, იქ რამდენ წერილს აგზავნები, უკვე ეგ აღარ იმოქმედებს, იმიტომ რომ იციან უკვე ვინ არის ოპოზიცია, რა არის, უკვე დიპლომატებისგან მიდის ყველაფერი სიგნალები და მე მგონია მაინც საერთაშორისო ამბებში გერმანიის ერთმა დასცენა ფაქტიურად ოპოზიციას ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ მე უბრალოდ კონკურსი უნდა გამოაცხადო შეურაცხყოფელი გამონათქვამების დიპლომატებთან დაკავშირებით. ქვეყნის იმიჯი კი არ დაზარალდა ამ არჩევნებით. საბედნიეროდ სოფლიო საზოგადოებამ და დიპლომატიურმა კორპუსმა თვალნათლებ დაინახა, როგორი ტიპის ნაძირლური ოპოზიცია დღეს საქართველოში. სამწუხაროდ ფაქტია. ნუ თუ ოპოზიციას დავარქვით, რა თქმა უნდა. ხო, და საბედნიეროდ ეს თვალნათლებ დაინახა დიპლომატიურმა. აი მე ძალიან გული დამწყდა ლელოზე პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ქონდა კარგი მონაცემები, შეიძლება რომ პოლიტიკურ პარტიად კარგად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ აი გამოუცდელობამ პოლიტიკაში ნაციონალურ მოძრაობის კლასტერზე გაფიცებ. იმ ხალხზე ვინც იყო ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი იყო რა, რომელიც საქართველოს გამოადგება ის ხალხი პოლიტიკაში და ბიზნესში. რა მნიშვნელობა აქვს? მე ვამბობ ზოგადად პოლიტიკურ მოვლენაზე, ლელოზე, იმიტომ რომ
უნდა იყოს რაღაცა ბურჟუაზიული პარტია, რომელიც ერთგვარად თავის თავს, ასე ვთქვათ, დაალობირებს ბიზნესის თვალსაზრისით. რომელიც არის მაგის მხარდამჭერები, ანუ ის სფეროდან, ფინანსური სფეროდან, იმიტომ რომ იმათ უნდათ რომ არც ეს უნდათ, არც ის და რაღაცა უნდათ. ხო და აი რაღაცა რომ უნდათ. ხო, მაგრამ აი ნეტა იყოს მართლა რაღაცა იმ ხალხისთვის მინდა რომ იყოს. აი ჩემთვის მაგალითად იდეალური პარლამენტი იქნებოდა. ბოდიში მახალხს ისე უნდა იცხოვრო. რომ 10 წლის მერე რომ პოლიტიკაში დააბირებ მოსვლას შენს მიერ ნაჭამა ტყემალმა შენ შვილიშვილებს არ მოშჭას. ნუ ეგ აზრით გულისხმობ და ლელოში აცებულ საკმაოდ ისეთ დიდ მოღვაწე პიროვნებს, რომელთა მორალიც მახსოვს კოჰაბიტაციაზე, რომელთა წერილების მახსოვს გეთანხმებით, რომელთა მიდგომებიც მახსოვს ფოტოებსო უღებდნენ ბიზნე ივანიშვილს და გიждდებოდნენ და დღეს აღარ იციან რა ქნან და ასე შემდეგ და ასე გამგები გაიგებს. ისე უნდა იცხოვრო, ბანკირი იქნები თუ მეწაღი, ისე უნდა იცხოვრო, 10 წლის მერე შენმა დაკემსილმა ფეხსაცმელმა ფეხი არ ატკინოს, შეიძლება გაფუჭდეს, მაგრამ ფეხი არ ატკინოს და საგინებლად არ გაიხადო თავი იმ შენი ელემენტარული თანამოქალაქეებთან. ჩემთვის მაგალითად იდეალური პარლამენტი იქნებოდა, გეტყვით პირდაპირ, რომ გასულიყო საკმაოდ სადღაც 20%-მდე აეღო პატრიოტთა ალიანსს, 1.7% აეღო ლელოს და ოცნებას და შეიძლება პატარ-პატარა აეღო ევროპულ საქართველოს და ნაციონალებს. სხვათაშორის მე ახლა იქნებოდა ძალიან კარგი პარლამენტი. ალეკოს მიმართ ჩემი დამოკიდებულებაც დაახლოებით მსგავსია როგორც შენ ელისაშვილის, მაგრამ ლევან იოსელიანის ყოველი გამოსვლა მომწონს. დი ბატონო. დღეს როგორც ფათაშორის ჩვენ ეთერში მომწონს იმდენად სახელმწიფოებრივად და სიღრმისეულად ავითარებს ეს ბიჭი თავის პოზიციებს და თუ ასე გააგზელეს წარმატებას მიაღწევენ. და აი დასასრულისკენ მიდის ჩვენი გადაცემა 2-3 წუთი დაგვრჩა გადაცემის დასასრულამდე და ძალიან მოკლედ მიპასუხეთ. გამოიღებს თუ არა ფასილიტატორების ძალისხმევა შედეგს და შევა თუ არა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში. ნაწილი. ხას უსვა. ცუდად ვიტყვი რა. ზაღლი მიაკვდათ სულში თუ ასე შევლენ. კი ბატონო. აი ეს არის მარტივი პოზიცია ქართველი საზოგადოების. რეალურად, იმიტომ რომ ძალიან დავიღალეთ მალხას. ძალიან დავიღალე იმაზე ფიქრით მე, ხვალ თინა ბოკუჩავა დამიჯდება თუ არა პარლამენტში. ჯანდაბამური გზა ჰქონია მთელ ნაციონალურ მოძრაობას. ნუ შევლენ, ნუ დაჯდებიან და იმაზე არ მათენებინო ღამეები, ბადარი ბასიშვილი მიიღებს თუ არა ხმისუფლების მიცემის უფლებას პარლამენტში. აბსოლუტურად ლოგიკური პოზიციაა. შენ, ვასო? ერთადერთი მე გული რაზეც მწყდება ბოდიში ვასილ, აი შენ ნათქვამს უახლოვდები პატრიოტთა ალიანსი რო არ არის პარლამენტში. გული ნამდვილად მწყდება, იმიტომ ირმა ნამდვილად საჭიროა ქართულ პოლიტიკაში. მე სხვებზე არ ვამბობ, სხვებზე არ ვამბობ. საერთოდ პატრიოტები. იქ ვინც სიაში ყავდათ, ნანა დევდარიანი ყავდათ სიაში. ე ბატონო. ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანი. მერაბ ჭიქაშვილი ყავდათ სიაში. ე ბატონო. ანუ იმ სისანა სეფიაშვილზე არ ვლაპარაკობ აღარაფერზე და კიდე სხვებზე, რომელთანაც შეიძლება მეგობრული უსწრებს. ანუ მერაბი აუცილებელია ქართულ პოლიტიკაში. ნანა დევდარიანი აუცილებელია ქართულ პოლიტიკაში. მალხაზი აუცილებელია ქართულ პოლიტიკაში, თოფურია. მალხაზის მალე მოვიწვევთ ეთერში და ისაუბრებს თავის პატრიოტთა ალიანსის შესulis შემთხვევაში ეს იქნებოდა ყველაზე დაალაგებული და კარგი პარლამენტი. გეთანხმები. თხოვ. მე მაინც მოდი პირდაპირ ისე გიპასუხებ, რომ მე მგონი შევლენ რა. მაინც სხვა აი მე მგონი აი მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ისე პატრიოტთა ალიანსი შევა. მაინც ირმა გადააბიჯებს თავის სიტყვას და გადააშევა. კიდე ალბათ ელისაშვილი შევა, ესე მგონია. ნაწილი ალბათ თვითონ ნაციონალებიდანაც გამოიყოფიან ალბათ და ვიღაცები იქედანაც შევლენ, იმიტომ რომ იმდენი ფული აქვს იქ ნახარჯული, კიდე მათ ჩოჩელებს და კიდე მილიონები და ესენი აქვს. მე მგონი ჰაერში არ გაისვრიდნენ ეგენი მაგ ფულს რა და აი ვაშაძეც ალბათ ვაშაძის ნაწილის შევა ალბათ. რამდენი მაგას 4 კაცი ყავს ვაშაძესაც. აი ალბათ ვაშაძე შეიძლება ნაწილი დაიშლებიან რა, დაშლილები და გირჩი გირჩი ხო სამი კაც ფაქტურად შესულია უკვე. ეს ერთი ის გარეთ რჩება ის. უბედურება როცა გიში სამდენი ამოხშევლება. მაგით ეს არის, მაგრამ არის ეს ჩვენი რეალობა ხო არის ეს არის. აი არსებობს ეგ ხალხი. კი, გეთანხმები, ეს არის უბედურება მეთქი რომ მსგავსი საზოგადოებაში მსგავსი ადამიანები არსებობენ. ნამდვილად. ეს 500,000 ნაციონალი რო არსებობს, სწორი პოლიტიკის შედეგი ნარკო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მაგაზე შენ გადაცემებში ვილაპარაკოთ. სამწუხაროდ გადაცემა დასრულდა. ჩვენ გემშვიდობებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ჩვენო Facebook მაყურებლებო, მალე თქვენ შეგიძლიათ რომ ეს გადაცემები უკვე იხილოთ კიდევაც უკვე My ვიდეოზე და სხვადასხვა არხებზე უკვე ჩვენ დავრეგისტრირეთ როგორც CTTV, Georgian Times-ის ტელევიზია და აქაც შეგიძლიათ იხილოთ. მადლობა იმისთვის რომ ჩვენთან იყავით, მადლობა გიორგი, მადლობა ვასო, მომავალ შეხვედრამდე. გაიხარეთ, მადლობა თქვენს და მადლობა